ბატონი რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ყოფილი არის ჩვენთან სტუდიაში, ის გვეხმარება ამ პროცესების ანალიზში, ჩვენც რომ პოპულიზმს არ ავუყვეთ, ასე ვთქვათ და მარტო მაღალ ფასებზე არ ვილაპარაკოთ. ბატონ რომან, ეს სიუჟეტი ძალიან ბევრ შრეს მოიცაო და მათ შორის ცხადია მნიშვნელოვანია ხალხი როგორ რეაგირებს ამაზე, მათ შორის რეგიონალური არხების, ტელევიზიების პლატფორმებიდან გამოყენებული ინტერვიუები ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო ხალხი. რას ფიქრობს ამას და კი არ ფიქრობს, რას გრძნობს, რა მდგომარეობაში ცხოვრობს და თქვენ ყოველთვის გამოირჩევით იმით, რომ რაღაც ციფრების რახარუხით კი არ ვცდილობთ აი ამ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას, მაგრამ სტატისტიკასაც ძალიან გასაგებად იყენებთ. ენერგეტიკა იყო გასული ერთი კვირის განსაკუთრებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასაუბრო თემა, რადგან ამავე სტუდიაში, ამავე ტელევიზიაში თქვენი მონაწილეობითაც ელის ოჯარიაშვილის გადაცემაში მისივე დამსახურებით გავიგეთ, რომ საქართველოს მთავრობას აეტვირთა, თვითონ იძახიან, რომ კიბერშეტევის შედეგი იყო, კომერციული საიდუმლო შემცველი დოკუმენტები, რომელთაც გავიგეთ ის, რაზეც ეჭვი გქონდა, უბრალოდ მტკიცებულება გაგვიჩნდა, რომ კიდევ რაღაცებს გვატყუებენ, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების ხარისხი იზრდება და ჩვენი გადასახადებიც აუცილებლად გაიზრდება, რაც არ უნდა 1-2 თვით გადაავადონ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილები, რომელიც დაგვიანოსა უკვე მარეგულირებელმა კომისიამ. თქვენ რას გამოყოფთით ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანს? მოგესალმები გიორგი, მივესალმები ჩვენ ტელემაყურებლებს. ძალიან კარგი სიუჟეტი იყო, როგორც ყოველთვის, აი ინათინ ერაძის. ხო ვიცი, ეთინა სიუჟეტებს თქვენ სიუჟეტებს უყურებთ და ძალიან კარგია და საიდან დავიწყო არ ვიცი, იმდენი მნიშვნელოვანი საკითხი ხო განხილული, მაგრამ მაინც მოდით რადგან ფასებით დაიწყო ეს სიუჟეტი. თავი აქცენტი. მოდით ამ ფასებზე ორიოდე სიტყვით ვთქვათ. არ ყოფილა მსოფლიოში შემთხვევა, რომ ხელისუფლებას, მთავრობას მოენდომებინოს ფასების ადმინისტრაციული კონტროლი და ეს არ დამთავრებული იყო კრახით. ხშირ შემთხვევაში, სადაც ფასები იზრდებოდა, თუნდაც ორნიშნაოდენობითაც არ არის, ცოტა დაუშვათ თუ 15 ან 20%-ით გაიზრდება და შემდეგ ამას რა თქმა უნდა მოსახლეობის გულისწყობა მოსდევს და მე ვიღაცა იწყებს აი ამ ფასების წინააღმდეგ პოლიციით, უსაფრთხოების სამსახურით თუ სხვადასხვა მაკონტროლებლებით ბრძოლას, მაგალითად როგორც მოხდა ვენესუელაში უგო ჩავესის დროს მოინდომა ფასების კონტროლი და მიიღო ჰიპერინფლაცია ერთ წელიწადში. აი ზუსტად ის გაკეთა, რაც კეთდება საქართველოში. ჩაერია უსაფრთხოების სამსახური, შექმნა სახელმწიფო სუპერმარკეტები, ვინაიდან ქსელურ აი ამ ასე ვთქვათ ჰიპერმარკეტებს, სუპერმარკეტებს გადააბრალა ყველაფერი. და არ ამგონია რომ იმდენი რესურსი კონდეს საქართველოს ხელისუფლებას ბიუჯეტიდან გავაბნდა რომ სახელმწიფო მაღაზიები შექმნას. ფაქტობრივად ძალიან საშიში იდეა მიეწოდათ გონია. მაგრამ ამის ფული არ გამოურიცხავ რომ სახელმწიფო სუპერმარკეტების ყველგან არ ყოფილა წარმატებული შემთხვევა. სულ ბოლო მაგალითი აგერ ლუკაშენკომ როგორც იცის და მოიწვია დატვირ და არტყა რაღაც ხელი და თქვა რა ხდება აგერ 2 წელს ხდებოდა სადღაც 10%-მდე იყო ფასების და დაიწყო სუსტმა კონტროლი მაღაზიებში დადიოდნენ. კგბ-მ. ხო, იმათმა კგბ-მ და იმათ ის ქვია რაც არის და ჩვენთან სოციალურ ქსელებში კომიკურად ვრცელდება აი ეს სამხედრო ვიღაც მაიორის წოდებით როგორ უყურებს წვენს, ყველს, დახლებთან და თანაც იწევს, დახლებთან იწევს და რითი დამთავრდა 2 წლის თავზე 42%-ით გაიზარდა. ეს ბელორუსში. რომ თქვენ შესახსენებთ ცხადი არა, მაგრამ მაყურებლისთვის, სადაც ჯერ კიდევ იქ მართლაც არის. კი, სახელმწიფო ფერმებია აქვს. ის კი არა და თბილისშიც და საქართველოში ბელორუსული პროდუქტები საკმაოდ პოპულარულია გასა. ისინი აწარმოებენ ამას. რა თქმა უნდა. ჩვენთან ამ მხრივ სრული კატასტროფა. და თბილისში არის ძალიან კარგი ბელორუსის მაღაზიები, სადაც უმაღლესი ხარისხის ყველია და არაფერი ჩამოვარდება იმ ჰოლანდიურს თუნდაც გერმანულ არ გამოგვივიდეს უბრალოდ იმიტომ ვახსენე რომ ისინი აწარმოებენ ადგილზე და თანაც იქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია რაღაც სახელმწიფო კონტროლი და ასე ვთქვათ სახელმწიფო კაპიტალიზმია სადაც მთავრობას შეუძლია რაღაც ფული გამოყოს და მართლაც თუ მოინდომა სახელმწიფო სუპერმარკეტები შექმნას მაგრამ ამის რესურსი ჩვენ ვართ სრულად იმპორტდამოკიდებული რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე მთავარი იმიტომ რომ აი მთავრობა რო საფრანგეთს ადარებდა რომ საფრანგეთში ეს ფასებია საფრანგეთში აი ამ სუპერმარკეტებში რა საქონელიც არის
მათ შორის სასურსათო 80% არის ადგილობრივი წარმოების, ფრანგული წარმოების. დანარჩენი აბსოლუტური უმრავლესობა სასურსათო მიმართულებით იქ სუპერმარკეტებში რაღაც ჩინური არასასურსათო თუ იყიდება რაღაცა თამაშოები ან რაღაცა სხვა არის, მაგრამ ევროკავშირის მთლიანი ბაზარია და იქ კაპიტალის სამუშაო ძალის და ზოგადად საქონლის მოძრაობა ერთიან სივრცეთ მოიაზრება და საფრანგეთის სუპერმარკეტებში ყველაფერი ადგილობრივია. ანუ ფრანგულ ევროკავშირული. ბელარუსში დიდი რაოდენობის საქონელი არის ადგილობრივი წარმოების, მათ შორის სასურსათო აი ამ პროდუქციის უმეტესობა, ძეხვეულით დაწყებული, დამთავრებული რძის პროდუქტებით და ასე შემდეგ. იქაც კი ვერ შეძლეს. ჩვენთან შემოტანილი საქონელის აბსოლუტური უმრავლესობა არის იმპორტირებული საქონელი. და კარფური რომ აიღო, აგროხაბი თუ სხვა, რა არის იქ ქართული? ქართული შეიძლება იყოს პური, რომლის შემადგენლობაში უდიდესი ნაწილი მარილით დაწყებული, ფქვილით დამთავრებული, იმპორტირებულია და ერთადერთი ელექტროენერგია შეიძლება იყოს და სამუშაო, ასე ვთქვათ, დანახარჯები ქართული. და ეს ელექტროენერგიაც კი უკვე ხანდახან იმპორტზე შემოგვაქვს რუსეთიდან. ანუ რა სუპერმარკეტში რას ხედავთ ხილის გარდა, ჩურჩხელის გარდა და რაღაც ასე ვთქვათ ადგილობრივი წარმოების ეგზოტიკურად ქცეული საქონლის გარდა ყველაფერი იმპორტირებულია. ამიტომ ეს და როგორც წესი შემდეგ ეს წამოწყება კრახით მთავრდება. იციან თუ არა ხელისუფლებაში შესაძლოა ეკონომიკაზე წარმოდგენა ამათ არა აქვს. რაღაც სამოსნების მთავრობა, მაგრამ რა თქმა უნდა თუ ვიღაცას შევას კითხავენ ან წაიკითხავენ, მიხვდებიან რომ ძალიან სახიფათოა. თუმცა ყველა ვინც ამას იწყებდა, ყველა მიცოდა ძველი წარსული გამეორება, მაგრამ როდესაც ავტორიტარის ზის სათავეში, რომელსაც რაღაც ხუშტური მოუვლის და რაღაც ხდომაზე რაღაცას იტყვის, ის უკვე დირექტივის ვასავით მიდის და ვერც უბედავენ კრიტიკულ ანალიზს. ვინ ეტყვის ლუკაშენკოს, რომ უგო ჩავეცისა და მადუროს დროს აგეთი საშინელება ხდებოდა და კომიკურადაა მსოფლიოში მოდებული ტუალეტის ქაღალდების ისტორია, როგორ გაქრა მაშინ ვენესუელაში. მაგრამ რო უთხრა ლუკაშენკოს ვენესუელაში ტუალეტის ქაღალდები გახდა შენი მეგობრის იცნობს მაგას ყველას რამდენი 20 წელია უგო ჩავესის დროს და მადუროს დროს შეიძლება მოხსნას იმავე დღეს ის ექსპერტი თუ მინისტრი ასევე არის აქაც. რაც შეეხება აი ამ კამპანიას, რა თქმა უნდა ეს არის კამპანიური ხასიათის, რომელსაც მთელი ეს მათი პროპაგანდისტული მედია ყოველდღიურად გამოცანა მაინც პარტნიორობან მაინც უფრო არის ის, რომ უკმაყოფილება გადაამისამართონ ან გადაუნაწილონ. ამ შემთხვევაში ბიზნესებს, სუპერმარკეტების ქსელებს, მათლობელებს და ასე შემდეგ, რომ ისინი არიან ამებში დამნაშავეები. უბრალოდ ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ იმდენად რატომ აკეთებენ ამას, ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას ამ ხალხისთვის, ვინც არის მომხმარებელი. რა არის თავარი პრობლემები, რაც განაპირობებს ქვეყანაში პრობლემას, რომ არსებულ ფასებს ვერ წუდება მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სოციალურად შეჭირებულები, პენსიონერები, აი ეს კატეგორია. აბსოლუტურად სწორადაა დაყენებული. რა პრობლემაა თუ გაიზრდება 10%-ით, თუნდაც იგივე სურსათი როგორც მოხდა მხოლოდ ამ წელიწადს. 10% და 10% დაახლოებით მედიკამენტები, არა მედიკამენტები კი არა, მთელი ჯანდაცვის ბიზნესი. ოღონდ ეს საქართველოს სტატისტიკის სამსახურის გაყალბებული ინფორმაციით. კი ბატონო, გაიზარდოს თუ ხელფასი გამეძდება 50%. თუ პენსია გაიზრდება. თუ პენსია გაიზრდება, რა თქმა უნდა, შესაბამისად. ამიტომ ფასი მაშინ არის მტკივნეული, როდესაც იგი იზრდება და შემოსავლები არ იზრდება და ეს აბსოლუტურად სწორი აქცენტი დასვით თქვენ. მიზეზი რა არის ამისა? რა თქმა უნდა, მიზეზი არის მთავრობის ეკონომიკური, მთავრობის საფინანსო და საბიუჯეტო მთავრობის მონეტარული ანუ ფულად საკრედიტო პოლიტიკა. ყოველთვის ეს არის მიზეზი. ხოლო მთავრობამ რატო წამოიწყო ეს? წამოიწყო ოსტების მთავრობამ, იმიტომ რომ უპასუხა იმ შეშფოთებას და გულისწყობას, რაც არის მოქალაქეებში და მათ შორის მათ მომხრეებში. და ეს არის მზარდი და მე აპრობირებული, ასე ვთქვათ, მექანიზმები გამოიყენება, რაც დამახასიათებელია ავტორიტარული
დაკრძალული და აი ამ ასე ვთქვათ დემაგოგიური რეჟიმებისადმი ეს არის მტრის ხატი. და მოდი ერთი წამით რადგან ახსენეთ მტრის ხატი ეხლა არის ქსელური აი ამ სუპერმარკეტების მეპატრონეები და ამფუძნებლები და ასე შემდეგ ყველანი ოცნების მომხრეები და ფულის შემწირველები რა თქმა უნდა და იქაც არის რაღაც დარღვევები მაგრამ იბადება ბუნებრივი კითხვა თუ გაორმაგდა სამომხმარებლო ფასები ამ სისტემაში მაშინ რატო გაორმაგდა ყველგან სამომხმარებლო ფასების ინდექსი ბოლო წელიწადში გაიზარდა ორჯერ ანუ სურსათი მგზავრობა როგორც ასე ვთქვათ მომსახურების ხარჯები ასევე საქონლის ხარჯები მედიკამენტები ანუ ის მთავარი ასე ვთქვათ რაც სამომხმარებლო 300-მდე დასახელების საქონელი მაგრამ სამრეწველო ფასებიც გაიზარდა ყველა სფეროში თანაბრად იზრდება. როდესაც ყველა სფეროში თანაბრად იზრდება, მაშინ დამნაშავე კი არ არის რაღაც სეგმენტში რაღაცა დიდი ხდება და უფრო პრობლემა. რა თქმა უნდა, დამნაშავე ამ შემთხვევაში არის ხელისუფლების პოლიტიკა. და ამ ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილში მინდა ახლა კონცენტრირდეთ ენერგეტიკის ნაწილზეც. როგორც თქვით, ბოლო ერთი კვირა ამ ხრივ განსაკუთრებით მძიმე იყო ქართული ოცნებისთვის, რამდენადაც უკვე მტკიცებულებების დონეზე გაგვიჩნდა ინფორმაცია მის თაობაზე, რომ რუსებთან ისინი კიდევ უფრო ღრმა და სხვა ტიპის ურთიერთობებში არიან შესულები. რა შეგიძლიათ გითხრათ ამის თაობაზე? რისი მაჩვენებელია ეს და იგივე ქართულ მაყურებელს, მოქალაქეს რატომ უნდა გაეზარდოს შფოთვა იმის გამო, რაც გავიგეთ, თუნდაც იმ კომერციული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტებით, რომელიც გამოვაქვეყნეთ. მაშინ გადავიდეთ თქვენი სიუჟეტის სიმართლად აღარ გამოვაქვეყნეთ საიდუმლოების მეორე ნაწილზე გადავიდეთ. ამ ორი კვირის განმავლობაში, ანუ 31 დეკემბრიდან ახალი წლის ღამის დადგომამდე, ანუ 6 საათზე დააჭირეს ღილაკს ხელი ფინანსთა სამინისტროში და გადარიცხეს 400 მილიონი ლარიდან პირველი ტრანში ანუ 139 მილიონი დოლარი, რომელიც საქართველოს წააგო რუსულ ინტერრაოსთან და ზუსტად ამ სიუჟეტში იყო საუბარი, როდესაც ბიზინა ივანიშვილი ამბობს, რომ ეხლა რომ მოვალთ ხელისუფლებაში ჩვენ ტარიფებს გავანახევრებთ, ამას გავანახევრებთ, ენერგეტიკის ტარიფების განახევრება შეიძლება და მართლაც სამი თეთრით მოუმატეს დროები ტარიფი, უბრალოდ შეამცირეს ტარიფი, ეს კალაძეს მინისტრობის დროს, სამი რამდენიმე ასე ვთქვათ, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მხოლოდ მოსახლეობის მცირე სეგმენტს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც მოიხმარდნენ 100 კილოვატ ელექტროენერგიას, 100 კილოვატი არის ერთი ტელევიზორი, ერთი მაცივარი და სახლში რამდენიმე ნატურა, თანაც ძალიან შეზღუდულ სეგმენტში და ხელისუფლებას სემექს კანონით ეს შეეძლო, მაგრამ აი აქ ჩაიდიდა დანაშაული უკვე ქართული ოცნების ხელისუფლებამ მთლიანად და არა მხოლოდ კალაძე, იმიტომ რომ მას მოყვა შემდეგ ძალიან ბევრი სხვა სამხილები თუ რატომ გააკეთეს ეს არის ეს იყო პირველი დარტყმა, როდესაც გავიგეთ რომ ჩვენ 31 დეკემბერს გადაუხადეთ 400 მილიონიდან პირველი ტრანში და ნაწილ-ნაწილ ეს 2018 წლის ივლისამდე იქნება დაფარული. ამას მოყვა საშინელი ასე ვთქვათ. რაში გადაუხადეთ ეს დავაზუსტეთ? კი და გადაუხადეთ იმაში რომ საქართველოს მთავრობას უჩივლა ინტერრაომ რუსულმა კომპანიამ, რომელსაც ეკუთვნის ხრამზე ორი ელექტროსადგური, ეკუთვნის აეშუქი, რომელიც აკანათებს თელასი, ასევე გარდაბანში ეკუთვნოდა თბოსადგური, რომელიც შემდეგ გაყიდა. ხელისუფლება ვერ გამოძვრა ასე ვთქვათ, აი ამ ვითარებიდან პროპაგანდისტული განცხადებებით, ჯერ იყო და თქვენს რომ ეს თურმე იწინა ხელისუფლების ბრალია და მე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რომელიც ღმერთმა დასაჯა, იმიტომ რომ სწორედ მას გაეპარა ის ინფორმაცია, საიდუმლო ინფორმაცია, რომელზეც თელი სუსი ჩაერთო და დღემდე გაურკვეველია, რა მოხდება, ვინაიდან გაზპრომის ინფორმაციამ გაჟონა მათი აბსოლუტური დაუდევრობის გამო და 2 კვირა-ნახევარი ჩამოკიდებული იყო ეს. ანუ როდესაც ვამბობ, ორი მძიმე დარტყმა, ერთი 400 მილიონი კატასტროფული დარტყმა იქნება და უკვე სამწუხაროდ ეს ასე მოხდა პარიზში უკვე წავაგეთ და სააპელაციო ვაშინგტონშია 400 მილიონზე მეც ვკარგავთ ნამახვანთან დაკავშირებით ეს არის 1.2 მილიარდი ლარი ამას დამატებული 400 1.6 მილიარდს ვკარგავთ რაც არის ზუსტად იმდენი რამდენი ჭირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას. ერთი კალაძის დამსახურებით, ანუ იქ ყველგან ივანიშვილია, მეორე ღარიბაშვილის დამსახურებით, რომელიც ახლა ციხეში. ანუ ორი დარტყმა, რატო? ერთი გაზპრომის
ნახრომის ინფორმაციის გაჟონვა მთავრობაში და რომლის გადასაფარავად რას არაკეთებენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა და მეორე მტკიცება რომ ეს თურმე ძველი ხელისუფლების ასე ვთქვათ ბრალი ყოფილა. რა მოხდა სინამდვილეში? მართლაც წინა ხელისუფლებამ იდეალური კონტრაქტი გააფორმა ინტერრაოსთან. ინტერრაო ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ფლობდა 25 წლიანი იჯარით ხრამზე გაფორმდა შემდეგი კონტრაქტი 2011 წელს. მთავრობამ უთხრა 25 წლის განმავლობაში რაღაც კაპიკებს მიხდი. მოგყიდი ამას შენ. მოგყიდი, ოღონდ სანაცვლოდ უნდა გააკეთო შემდეგი რამ. ხრამზე ხომ გაქვს 2 იჯარით აღებული ჰესი. ააშენე კიდევ 3. დათანხმდა ინტერრაო. მაშინ ახალი ხელისუფლება იყო და რეფორმების ტალღა მოდიოდა 2011 ესე იგი 11 რეფორმების ტალღის შემდგომი პერიოდია 2011 წელს და რას დათანხმდა ააშენებდა 3 ჰეზს ხრამზე 200 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებდა თელასის სრულ რეკონსტრუქციას მოახდენდა რომელიც დღემდე თელაშო დარეკოთ გონია მაშინ რეკავს საბჭოთა დროინდელ რაღაც სისტემაში ეთყობა რომ რუსული კომპანიაა თელაში უნდა ჩაედო დაახლოებით 400 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია და ჩაიდო პირობა და რა თქმა უნდა 104 მილიონი დოლარი გადაიხადეს ამ ხრამის ძველ ამორტიზებულ ჰესებში და რა მიიღო ასე ვთქვათ ინტერრაომ სანაცვლოდ ინტერრაომ ჩააწერინა კონტრაქტი რომ ხელშეკრულებაში რომ არ გაიზრდება ტარიფები 15 წლის უბრალოდ არ შემცირდება ტარიფები 15 წლის განმავლობაში. ცოტა არ იყოს სასაცილო რაღაცა, თუმცა შეიძლება 100-ში ერთხელ მოხდეს, რომ ტარიფების დაწევის წინაპირობაში იქნას, მაგრამ ინფლაცია თუ შენ ჩადებ თელაში 300 მილიონს და ხრამში იქით ინვესტიციას ამოღება ჭირდება და ტარიფი უნდა გაიზარდოს. აბსოლუტურად უწყინარი ვალდებულება ჩაიწერა. რა გააკეთა კალკალაძემ? ფარულად უკვე გაასაიდუმლა ეს ხელშეკრულება 2013 წელს და საიდან გავიგეთ მისი შინაარსი? ეხლა გავიგეთ საერთაშორისო ორ სასამართლოში, თორემ დღემდე არ გვეწოდინება რა დააშავა კალაძემ. თურმე 3 თეთრით ტარიფის შემცირების სანაცვლოდ, რომელსაც ვიმეორებ, ისევ შემდეგ გაიზარდა, ჩამოაწერა ყველა ვალდებულება. ხრამზე არ აშენდა 3 სადგური. თელაში ფული არ ჩაიდო. და უფრო მეტიც აი ამან დაგვანგრია ეს იყო გასაიდუმლოებული რა თქმა უნდა და ჩვენ სასამართლოებში გავიგეთ განაჩენის გამოცხადების შემდეგ და რაც ყველაზე საშინელი იყო მაშინ ლარის კურსი იყო 1.65 და ჩაწერა კალაძემ თუ ლარის კურსი შეიცვლება მაშინ მომენტალურად ლარის კურსის კვალობაზე უნდა შეიცვალოს ტარიფი. გაიზარდოს ტარიფი. წარმოგიდგენიათ ლარის კურსი იყო 1.65 ავარდა 2013-ში ეს გაფორმებული. შემდგომ წლებში უკვე ავარდა 3.2-მდე ორჯერ დაეცა ლარის კურსი და აი ამით ისარგებლა ინტერრაომ მოდის და ხელისუფლებას ეუბნება რომ აწიეთ ტარიფი. სემეკი ვითომ დამოუკიდებელი როა გერმანიას დამნაშავია, მაგრამ მთავრობაც ამაში ჩაერია. ტარიფის უკვე ვალდებული იყო. ამ შემთხვევაში რუსული კომპანია ვერ დავადანაშაულებთ ჩვენ. უკვე მთავრობაა დამნაშავე და ტარიფი არ აწიეს, წავიდნენ სასამართლოში, დაგვაკისეს 400 მილიონი ლარი. თუ თავიდან გვეგონა რომ 2000 წელია. 2000 წელი არის უნიათოს რო ეძახდით. ეხლა უნიათო დაგვავიწყდა. ეხლა ეს არაკომპეტენტურობის გამო ცუდი მომლაპარაკებლები არიან. ანუ არიან უნიათოები, არაკომპეტენტურები 2013-ში ასე ვაფასებდით მოღალატეები, ეხლა გახდნენ უკვე უკრაინის ომის შემდეგ პირდაპირ მოღალატეები და უნიათობის პერიოდია ასე ვთქვათ და აი ამ და პოპულისტები არიან. ნუ ჯანდაბას ყველა პოპულისტია, ყველა ხელისუფლება და ყველა პარტია და წინა საარჩევნოდ 2016 წლის არჩევნებისთვის რაღაცა კოჭი გაუგორეს მოქალაქეებს, რომ რაიმე მაინც შეესრულებინათ, ხო ამბობთ დასი ქარხანა გუგუნებს და რაღაცა. სინამდვილეში ახლა გავიგეთ, რომ ეს ყოფილა აბსოლუტურად კორუფციული სქემა. აპატიეს ანუ ტარიფის გამო ვითომ პოპულიზმის მიზნით, მაგრამ სინამდვილეში აპატიეს ყველა ხარჯები. ამის შემდეგ სინამდვილეში კალაძემ იყიდა 25% თელაში. ჩუმად გამოიტანეს, გამოაცხადეს კონკურსი. ანუ ინტერრაოს 400 მილიონს ვაძლებთ
ვიდრე ვარ თქვას უშუალოდ კალაძე ხო არა კალაძე არა ეჭვით მასთან დაკავშირებულ პირზე არა კალაძემ კი არა კალაძესთან მოდით მოიტყვი ხვიჩა მაკაცარია ესე მაკაცარია მიყიდა 25% ხვიჩა მაკაცარიას მიცეს თბილგაზი წაართვეს ყაზახებს და ხვიჩა მაკაცარიას მე მიცეს მგონი არა მარტო მათ იქ ბეჟუაშვილსაც წაართვეს ამბავია ხო ნუ ყაზახებთან ეს სქემა ბეჟუაშვილმა დაალაგა საოცრება ის იყო რომ მთავრობის დადგენილება გამოვიდა რომ ბეჟუაშვილს უნდა ეყიდა თბილგაზი ბეჟუაშვილმა ყაზახებთან საკითხი რომ მოაგვარა დადგენილება შეცვალეს და აი ამ მაკაცარიას 100 მილიონი ჩამოაწერეს თბილგაზში ბიუჯეტის ვალი და ყველა ვალები ასე ვთქვათ გაუსწორეს და ჩვენ უკვე ამ მერე განვითარებული მოვლენება დაგვანახა რომ ეს იყო კორუფციული სქემა. ეხლა რაც შეეხება ენერგეტიკას დიახ და აი ენერგეტიკას ახლა ამ ნაწილში ენერგეტიკას ვლაპარაკობთ მაგრამ როგორ გენიშნათ რეგულირებლის მიერ ბატონი ნარმანიეს მიერ აბსოლუტურად საჯარო გააზრებულად დაანონსებული ფაქტობრივად მიღებული გადაწყვეტილება რომ ტარიფი უნდა მომატებული იყო მერე კობახიძის ჩარევა და თქმა იმისა რომ იცი რა რაღაცებს გადავხედა და ნახოთ და გაზაფხულისთვის მივიღებთ გადაწყვეტილებას ხო ანუ ვინეკითხება დამოუკიდებელი მარეგულირებლის რას ელი თქვენ აი გაზაფხულზე რა შეიძლება მოხდეს ამ ხრივ რა თქმა უნდა გაზაფხულზე მოიმატებს ტარიფები თუ ტარიფი არ იმატებს ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა დაასუბსიდიროს ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადოს ისე ჩვენი ჯიბიდან უნდა წავიდეს ისე და მაშინ ბიუჯეტი და რატომ ვერ გაიზარდა პენსიები 370 ლარი რატოა იმიტომ არის რომ უამრავი რამის სუბსიდირება ხდება გაზის სუბსიდირება ხდება ელექტროენერგიის სუბსიდირება ხდება და სუბსიდირება ნიშნავს იმ ფულის აი ამ გადაკაჩვას იმ სფეროში რომელიც შეიძლება ჯანდაცვასთან ან თუნდაც იგი პენსიების მოხმარებოდ ამიტომ რაღაც ეტაპის შემდეგ როცა ბიუჯეტში ფული არ არის და სუბსიდირების ზღვარი ამოწურულია იძულებული ხდებიან ტარიფი გაიზარდოს და რა თქმა უნდა ტარიფს გაზდიან რაც შეეხება აი ამ სკანდალს ან გაყიდოთ უნივერსიტეტების შენობები და იმითი დროებით დააბალანსოთ ხო უნივერსიტეტებს გაყიდიან ჩალისფასად უნივერსიტეტებს არ ყიდიან და დაიწყება ეს გაყიდვა იმისთვის რომ ბიუჯეტში ფული შემოვიდეს არამედ იმისთვის რომ ჩალისფასად მისცენ ვიღაცებს და რა თქმა უნდა ეს არის საკუთარი სამშენებლო კომპანია ისე მათ რაც შეეხება აი ამ გაზპრომის ინფორმაციის გაჟონვას და ამით დავამთავროთ ეს ამ ინფორმაციის გაჟონის შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა გავიგეთ ის რაც ყველა მიცოდა ეხლა ChatGPT-ში რომ ჩაწეროთ რაღაც თავრობამ ვატეხა მთელი ამბავი გეტყვით ზუსტად იმას ზუსტად რაც წერია იმ დოკუმენტში რომელიც გაეპარათ ვინაიდან ბევრი რამ ისედაც არის ცნობილი მაგრამ ცუდი ის იყო რომ გასპრომ შეიძლება ფორმალური საბაბი გამოედო და ეჩივლა მთავრობისათვის და შემდეგ ისევ წასულიყო სასამართლოში და კაცმა ერთის მერე რა მოხდება და ფორმულა მოიქცა პატრიოტულად და ისევ ჩვენ ვიწოდა ამ ფულის პასუხისმგებლიანად რომ ის ინფორმაცია თქვენ დაბლარეთ და იგივე ელისოს მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია რომელიც შეეძლოთ სანამ სუსიათ ეხავდა მთელ ამბავს მანამდე თავისუფლად ასე ვთქვათ გავრცელებული იყო. ამიტომ ჩვენ რა არ ვიცით. ეს ყველა ინფორმაცია რომელიც ერთ შეხედვით საიდუმლოა თუნდაც ტარიფები გაზპრომთან, აზერბაიჯანთან, ან იგივე თუნდაც ბაქო-თბილისი რეზერვების გაზი რომელიც 5%-ს ვიტოვებს, ესეც საიდუმლოა და ყველაფერი საიდუმლოა. მაგრამ ნამდვილი საიდუმლო რომელიც დღემდე არავინ იცის ეს არის რა დანაშაულებრივი კონტრაქტი გააფორმა კალაძემ რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანსპორტირებისას 10% ღებულობდით ნატურით ეს უზარმაზარი ფულია დღეს 2 მილიარდ ნახევარი გადის სომხეთში და ეს არის 250 მილიონი კუბური მეტრი გაზი რომელიც დღეს სადღაც ეს გაზი 50 მილიონი ლარი მაგრამ ფული რაც მოგცეს აი ეს არის საიდუმლო მიუხედავად იმისა, რომ სადაც გასაიდუმლოებული გამოთვლებით სხვადასხვა მექანიზმებით, მაგალითად, რამდენი შემოდის გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში, სადაც ირიცხება რუსული ფული, რამდენი არის მთლიანად, ასე ვთქვათ, აი ამ შემოსავლები, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ პანდემიის შემდეგ, რუსეთის უკრაინაში შეწრის შემდეგ, ზოგადად საქართველოში გაორმაგებული ფასებით, რაც ვახსენეთ არა მარტო სამხმარებლო, არამედ სამრეწველო ფასების შემდეგ, დღეს ფული, რომელსაც გაზპრომი გვიხდის, გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, რუსეთის საზღვიდან სომხეთის საზღვამდე გაზის მიტანაში ხარჯებში იხარჯება. შესაძლებელია დღეს უკვე აი ამ ფასების გამო მიღებული ფულით
საერთოდ ვერც კი უფარავდეთ იმ დანახარჯებს, რაც ასე ვთქვათ, სომხეთამდე გაზის მიტანა სჭირდება. ან შესაძლებელია იყოს მიზერული შემოსავალი. ეგეც კალაძის დამსახურებები. როდესაც ჩვენ ღებულობდით ათეულ მილიონობით ლარის ეს არის თემი, რომელზეც ვისაუბრია კიდეც, რუსეთიდან გაზის ტრანსპორტირების გამო. ეს ის შემთხვევა, როცა გამეორება უბრალოდ ცოდნის ზედა კი არ არის, გააზრება იმის არაკომპეტენტური და კორუფციული მართლობა, რომელსაც თავისახელი თავად ივანიშვილმა დაარქვა, მათ შორის საბრალდებმა სასამართლო გადაწყვეტილებებითაც, როგორ აღარიბებს ჩვენ ქვეყანას და რა მძიმე მდგომარეობაში აგდებს იმ ხალხს, რომლებიც აი ჩვენ სიუჟეტში ცხოვრების ხარისხზე ასე მწვავედ საუბრობთ. გიორგი, ერთი პატარა რეპლიკა. მე თქვენ მაიზულეთ ასე ვთქვათ. სამი მთავარი ტყუპი კი არა, ტრიო ერთად მოძრაობს აი ამ პროცესში. კორუფცია პირველი, ყველგან მეორე არაკომპეტენტურობა და მესამე პოლიტიკური ორიენტაცია. როცა ვსაუბრობთ ენერგეტიკაზე, ამ სამი ასე ვთქვათ შემადგენლით უნდა პოლიტიკურ ორიენტაციაზე დღეს ნაკლები ვისაუბრეთ, თუმცა რუსეთზე დამოკიდებულების მოვლენებს ყველა გადაწყვეტილებაში, რომელსაც ემბლობს ქართული ოსტატი. პირდაპირ აისახება ისე როგორც არც ერთ დარგში არსებული ვითარება. მადლობა უთხრათ ბატონ რომას.